მხოლოდ კასპში ამ პატარა მუნიციპალიტეტში 3 სოფლის უდიდესი ტერიტორია არის არაბებზე გაყიდული. იმ პირობებში, როდესაც თბილისში და გონიოში უდიდესი ტერიტორიები გაიყიდა და რომელზეც ძალიან საფუძვლიანად და სამართლიანად ქართული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ამის ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს კასპში 3 სოფლის არაბიზაცია. რამდენიმე წლის წინ, მანამ სანამ თბილისზე და გონიოზე იქნებოდა აქცენტი გაკეთებული, სოფელ ქვემოჭალაში და წინარეხში დაიწყო ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციების განხორციელება. საბედნიეროდ ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით, მათი ფიზიკური მოქმედების შედეგად, რომლებსაც სათავეში ედგათ პატრიოტთა ალიანსის წევრი ვაჟა ოთარაშვილი, ამ სოფლებში ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციები შეჩერდა და ისინი დაპაუზებულია. არ გაუქმებულა არაბებზე გაცემული ტერიტორიები, არ გადმოსულა საქართველოს მოქალაქეების ხელში, მაგრამ ისინი ელოდებიან შესაბამის მომენტს იმისათვის, რომ მათთვის ხელსაყრელ მომენტში დაიწყონ ეგრეთ წოდებული ინვესტიციების განხორციელება, რაც უკავშირდება ამ სოფლებში არაბული სოფლების მშენებლობას და მათ იქ დამკვიდრებას. ამას გარდა ახლახანს გაიყიდა აღაიანში კიდევ ერთი ტერიტორია, ეს არის თხოთის მთა, სადაც მირიან მეფე მიიღო ქრისტიანობა და ქართლი იწყებს უკვე აქედან გაქრისტიანებას. ხელისუფლება გველაპარაკება ეროვნულ ცნობიერებაზე, მართლმადიდებლობაზე, რომ თურმე ისინი ერთადერთი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში, რომლებიც იცავენ ქართულ ტრადიციებს და მართლმადიდებლობას, რომ ისინი არა, ეს ქვეყანა დაღუპულია და ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში მშვიდობისათვის და ბედნიერებისთვის არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი, ისინი მასობრივად ყიდიან და ასხვისებენ ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მოპოვებულ და დაცულ ქვეყანას. ეს ყველაფერი გამოიწვია მოღალატე ხელისუფლებამ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ცენტრალურ დონეზე. კასპის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, აღმასრულებელი ანუ მერია და საკანონმდებლო იგივე საკრებულო ჩართულნი არიან ამ მოღალატეობრივ ქმედებაში, რომლის გამოც როცა იქნება, შეიძლება რამდენიმე წელიწადი დაგჭირდეს ამისთვის, პასუხი უნდა აგონ თითოეულმა იმ დეპუტატმა, მერიის თანამშრომელმა, მაღალი თანამდებობის პირებმა, სამინისტროები იქნება თუ სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები იქნებიან, რომლებმაც მწვანე აუნთეს არაბებისთვის ჩვენი კოლექტიური საკუთრების, ტყეების, მინდვრების და იმ ბუნებრივი რესურსების გასხვისებას, რომელიც ჩვენ თითოეულ ქართველს გვეკუთვნოდა და გვეკუთვნის დღესაც.